დაიკითხა დაცვის მხარის სამი მოწმე, რომლებიც ჩადნენ ქორთიათ მერიოტის ვიდეოებში და დაადასტურეს, რომ საბას ესაუბრებოდნენ, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები და არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. დადასტურდა ჩვენი მოწმეთა სიმართლე, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნამდვილად საბას ესაუბრებოდნენ, ვინაიდან ვიდეოზე ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი საბასთან ერთად საუბრობს. ასევე ვიდეოზე ჩანს, რომ საბას ხვიტარიძეს ხელში არაფერი არ უკავია, რაც ბრალდების მხარე ამტკიცებდა ამ ხნის განმავლობაში ეჭირა დიდი ხელკეტი. ვიდეოში გამოჩნდა, რომ მისი ორივე ხელი არის თავისუფალი და მას არ უკავია არანაირი ხელკეტი. შესაბამისად, დაცვის მხარის ის პოზიცია, რომ საბას ხვიტარიძემ არ იცოდა, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები დადასტურებული არაერთი მოწმეებით, ათეულობით მოწმით, რომელიც ჩვენ გამოვკითხეთ ჯერ გამოძიების ეტაპზე და შემდეგ სასამართლო სტადიაზე და ის ვიდეოები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომელიც ბრალდების მხარემ არ მოიპოვა. ჩვენ მოვიპოვეთ აღვადგინეთ სრული სურათი, რა ხდებოდა, თურმე ნამდვილად ხდებოდა ამ ადამიანებზე ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მხრიდან ზემოქმედება და თავდასხმა. ჩვენ გამოვიკვლიეთ ვიდეო, სადაც ამ საქმეზე დაზარალებული ქალბატონს ურტყამს ხელს, გაშლილ ხელს სახეში, სადაც იფარებს შემდეგ ისევ ეგრეთ წოდებულ კაპიშონს და ამტკიცებს დაკითხვის დროს, თავის დროზე დაამტკიცა, რომ კაპიშონს იმიტომ იფარებდა, რომ გამომჟღავნება არ უნდოდა. თუ მას არ სურდა გამომჟღავნება, არც საბას და არც იქ ადამიანებს არ ეცოდინებოდათ, რომ ის იყო პოლიციელი და თუ ეცოდინებოდათ, ეს გამორიცხული იქნებოდა იმ მტკიცებულებებით, რომელიც ბრალდებამ და დაცვამ